ზოოპარკისა და ავტომაგისტრალის ცოცხალი ღობით გამიჯვრის მიზნად დღეს გამწვანების აქცია გაიმართა პრემიერის ინიციატივის ფარგლებში მწვანე მომავალი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ზოოპარკს საჩუქრად 500 ინერგი გადასცა. სპეციალურად შერჩეული ინერგები ცხოველების ვოლიერებს მტვრისა და ხმაურისაგან დაიცავს. თბილისის ზოოპარკს გადავეცეთ ჩვენი სანერგეტა 500 ტუია, რომლითაც გაკეთდება ასე ვთქვათ მწვანე ღობე მთელი ზოოპარკის გარშემო. გარდა იმისა, რომ ეს ლამაზი იქნება ზოოპარკისთვის და მიმდებარე ტერიტორიისთვის, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ნაბიჯია ქალაქის გამწვანებისთვის. პრობლემა გახდათ, ესე ვთქვათ, ღია ადგილი, რომელიც გზასა და ზოოპარკს ყოფდა. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი სიმწვანე იქნება, ეს ზოოპარკისთვის ძალიან კარგია და ასევე ძალიან კარგია მთლიანად ქალაქისთვის. და რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტრო ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული. სწორედ ამიტომაც შეიძლება დავამატოთ, რომ ზოოპარკს და გარემოს დაცვის სამინისტროს საკმაოდ დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს. ამიტომაც მივართეთ გარემოს დაცვის სამინისტროსაც.